რეჟიმის უფროსმა გამიყანა და ესეთი რამე თქვა, ხო ხედავ ექიმი არ გაკითხავს და არავინ პატრონი არ აკითხავს, აქოდან უშიმშილობო, თორე თირკმელი გაკეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო. ციხეში გამოვლილი მორიგის შემზარავი ისტორია საგამოძიებო კომისიამ ნანა ქადაგიშვილისგან მოისმინა. მისი ოჯახის უფლებების შელახვა სათავეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირველივე წლიდან იღებს. ქადაგიშვილმა რევოლუციამდე მომხდარი ამბავი გაიხსენა, რის გამოც მისი აზრით ნაციონალებმა მისი მეუღლე სამიზნეში ამოიღეს. ჩემ მეუღლეს მოსთხოვეს, რომ აი ვარდების რევოლუციას ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთ. თარგამაძე იყო მაშინ გივი თარგამაძე მოსული, რომელიც ძალიან გაბრაზდა ჩემი მეუღლის პასუხზე და ალბათ ეს ის დღე იყო, როცა მათ ჩვენ შავსიაში შეგვიყვანეს. ამირან ქადაგიშვილი იმ პერიოდში გამაბანკის აქციებს ფლობდა. ნანა ქადაგიშვილი იხსენებს, რომ იმდროინდელი მაღალჩინოსნები ბანკის საქმიანობაში სხვადასხვა გზებით ჩარევას ცდილობდნენ, რაც საბოლოოდ 2004 წლის ზაფხულში შეძლეს და ქადაგიშვილები ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ახალი მოსული არიან ხელისუფლებაში, გვიკავშირდება დათო სააკაშვილის წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ თქვენ უნდა დაითხოვოთო თქვენი იურისტები და ჩემი იურისტებით უნდა შემოვიდეთ. დათო სააკაშვილი სააკაშვილის ძმა იძულებითი ქმედებები იყო, ასე ვთქვათ, რომ არ არეშვებოდნენ და ბოლო-ბოლო შემოვიდნენ მაინც. ისეთი საქმე წააგეს, რომ ეხლა მე ამას აღარ გავაბრძო, რომ ჩემი მეუღლე ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ მითხრა, რომ ესენი კაი საქმისთვის არ არიან შემოსულებიო. ჩემ ბინაშიდაც რა თქმა უნდა სპეცნაზით შემოვიდნენ, ტელეფონები ჩამოგვართვეს და ქალაქის ტელეფონმა დარეკა და ძალიან ჩემთან ახლოს იყო ეს ტელეფონი და უცებ დაცე ხელი და ავიღებ ხვდებოდი, რომ გიორგი რეკავდა ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელიც თბილისში არ იყო. არ ჩამოხვიდე მეთქი. მე თვითონ შეგატყობინებ თუ მექნება საშუალება ყველაფერს მეთქი და გიორგი ესე გადაურჩა და ესე გახდა ძებნილი, რომ წაგვიყენეს ბრალი 174 მუხლით ფულის გათეთრებით. თქვენმა მეუღლემ არამც თუ გივი თარგამაძე გაისტუმრა უარით, რომ რევოლუციის დაფინანსებაზე უარს გეუბნებიო, შემდეგ უარი უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძმა შემოეყვანა კერძო კომპანიაში ხაზი უნდა გაუსვათ თავის ბიზნესში იძულებით იურისტად. ასევე დაიწყო ინტერნეტ გაზეთის გამოცემა და რჩევების მიცემა დაუწყო სააკაშვილს. როგორ გაბედა, ესე იგი თქვენს მეუღლეს ჩაუდენია ისეთი რაღაცეები, რომ სააკაშვილი ამას ვერ შეიწყნარებდა. ნანა ქადაგიშვილი ამბობს, რომ საქმის შესაწყვეტად მის ოჯახს 20 მილიონი მოსთხოვეს. გაირკვა ისიც, რომ ხელისუფლებასთან მორიგება გამაბანკის უცხოელმა აქციონერებმაც სცადეს, თუმცა მათ დაკავების საფრთხის გამო მალე ქვეყნის დატოვება მოუწიათ. ლევან პატეიშვილმა შემომთავაზა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალა, რომ 20 მილიონს თუ გადაიხდიო, მაშინ დავხურავ თუ ამ საქმეს შეხვდენა ადეიშვილს უცხოელები და რო გამოვიდნენ ძალიან გახარებულებმა დამირეკესო მოვილაპარაკეთო. მე იმ წუთშივე გავიქეცი სასტუმროში და მეუნებიან 2.200.000 მემატო პროკურატურის ფონდში უნდა ჩაუღიწყო და შემდეგ ბანკი რო გაიხსნება ყოველდღე $50,000 უნდა მივცეთო. ყოველდღე ყოველ თვე. ამის შემდეგ მირეკავენ, ესე იგი, ეროვნული ბანკიდან ზედახედველობის სამმართველოს უფროსი მირეკავს და მეუნება, რომ გავიგეო, რომ უცხოელები არიან ჩამოსულიო და ძალიან გთხოვ რა. ეხლავეო სასტრაფოდ მიდიო და სასტრაფოდ გაფრინდნენ ეგენიო. რატომ მეთქი მეუნები და მაგათი დაჭერას აპირებს, ადეიშვილიო, ბრძანება უკვე დაწერილი აქვს. დაკავების შემდეგ ქადაგიშვილები ორთაჭალაში სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნანა ქადაგიშვილმა საკანში არსებული არაადამიანური პირობები აღწერა. უფრო მძიმე იყო მისი მეუღლისა და შვილის პირობები, რომლებიც დაკავებიდან რამდენიმე თვეში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოთახში იდგა 6 საწოლი ორსართულიანი. ამის გარდა, ესე იგი, იყო 80 კაცი. და მორიგეობით იძინებდნენ. ჩემი მეუღლე გულით ამანტყოფი იყო, დიაბეტიკი იყო და ცუდად გამხდარა იქა და შეშინებიათ მერე გადავუყვანიათ დღეს ბალნიცაზე. ციხის უფროსმა რა თქმა უნდა სხვა სააკაშვილის დავალებად იქნებოდა სხვადასხვა ციხეებიდან გამოიყვანა 7 ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, შეიყვანა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მათ კამერაში. ამათმა უთხრეს, რომ მოგიკლავთო აჯიკოსო, თუ შენ ამ ფულს არ მოიტანო და გაიწიენ აჯიკოსთვის, რომ რაღაცა დაეშავებინა და ჩემი მეუღლე რო გაქანდა და ეცა ამათ თურმე ვიღაცამ უკნიდან კინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა ჩემმა მეუღლემ. რამდენ ფულზე იყო საუბარი? $30,000 იყო. $30,000 ჩარიცხეო
თორე შვილს მოგიკლავთ ციხეშიო. არჩილ ქადაგიშვილმა საპატიმრო 2009 წელს ვადაზე ადრე დატოვა, თუმცა მძიმე სენით რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა კიდეც. ჰეპატიტი მაინც შეყარეს მას. ციხეში. კი, ეხლა იცით რომ რითი დაიღუპა თქვენი ვაჟი საბოლოოდ? აი ჰეპატიტის შედეგად ციხიდან რო გამოვიდა უკვე მეოთხე სტადია ცეროზი ქონდა. როდის გამოვიდა? 2009 წელს. უფლებების შელახვის დასამტკიცებლად ქადაგიშვილებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლეს. სტრასბურგმა ხელისუფლებას ამირან ქადაგიშვილის შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაც დაავალა, თუმცა ნანა ქადაგიშვილის ინფორმაციით მისი მეუღლის წამება არ შეწყვეტილა. სტრასბურგის გადაწყვეტილება მოვიდა, რომ ჩემი მეუღლე გადაყვანილი ყოფილიყო სპეციალიზირებულ საავადმყოფოში. ამის მაგივრად გადაიყვანეს გდანის საავადმყოფოში. სხვა პატიმრებიც იყვნენ ბევრი, ესენი სულ ყველა გააშიშვლეს და კარანტინის დაშლაში მოაყოლეს ჩემი მეუღლეც. მერე როცა აიყვანეს კამერაში, თხოვა რომ ძალიან გთხოვთ, რომ ნემსი უნდა გავიკეთო. ერთი ნაჭერი პური ან შავი ან თეთრი მომეწითო, თორე შეიძლება გიპოში ჯავარდეო. მოკლედ ეს როგორ მოითხოვეს, შენოდა კიდე დაუმატეს იქ თურმე ცემა და წაართვეს ლეიფი. საკუთარი უფლებების დასაცავად სტრასბურგში დაწყებული ბრძოლა ქადაგიშვილებს ერთადერთი ბინის დაკარგვადაც დაუჯდათ. შემომითვალეს, რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა, რომელიც დარჩენილი მქონდა ერთადერთი ბინა დიღმის მასივში, იმასო არ ჩამოგართმევდო. როგორც კი უარი შეგვუთვალე, რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შემოვარდნენ ჩემს სახლში, აღსრულების ბიუროსთან ერთად, გამომასახლეს იმ სახლიდან, ჩემი 4 მცირეწლოვანი შვილიშვილთან ერთად. ეს არის 2012 წლის იანვარი. როდესაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს აღსრულების ბიუროს, ეს ის დროა. ჩემს სახლში შეასახლეს რატიმ გელაძე, რომელიც აღმოჩნდა გდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი. მას ერთლარად გადასცეს ჩემი ბინა. ნანა ქადაგიშვილი უმცროს შვილთან ერთად ახლა გამოძიების დასრულებას ელოდება, რათა უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა დაიწყოს.